ტარო პროგნოზი ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებისთვის. დავიწყოთ ტყუპებით, არ დაგავიწყდეთ, ეს არის ტარო პროგნოზი, მე არ ვარ ასტროლოგი და აქედან გამომდინარე ყველასთვის ერთნაირად არ რეზონირდება გაითვალისწინეთ. ვნახოთ ტყუპები. რა ელოდებათ ტყუპებს მარტის თვეში. მე მგონი ქალწულებს ამოუვიდათ, ქალწულებივით გამორჩეული იქნება კონკრეტიკით, სიუხვით, ბარაქით, ახლობლებთან ურთიერთობით, ოჯახში იქნება სითბო, სიხარული, ამისთვის კი დაგჭირდებათ კონკრეტულობა, თქვათ თქვენ ნაბიჯებში, საქმეებშიც, ორგანიზაცია, წინასწარ გათვლა ყველაფრისთვის და წარმატება არ დააყოვნებს, ჩემო კარგებო. ვნახოთ ტაროზეც რა იქნება. ტყუპებს ურჩევ მარტის თვეში ცოტა სიფრთხილით მოეკიდოთ, აი ორგანიზაცია ზუსტად, კონკრეტიკა საქმეში და გარკვეულობა გადმოდის აქ მინიშნებასავით ტარო პროგნოზში, რადგან გეგმების, რომელსაც დიდი ხანია აწყობთ და შეიძლება რაღაცა გარკვეული ნაბიჯების გადადგმასაც ცდილობთ ამ გეგმების შესასრულებლად, მოლოდინი გაქვთ, შესაძლებელია ვიღაცისგან რაღაცას ელოდებით, არც ეს არის გამორიცხული, სამწუხაროდ გელოდებათ იმედგაცრუება, შეიძლება აღმოჩნდეთ ტყუილის, ინტრიგების მსხვერპლი, ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია მოусმინოთ იმ ადამიანებს, ვისაც თქვენთვის ნამდვილად კარგი სურთ, წინასწარ დაგეგმოთ ყველაფერი, გადაამოწმოთ ყველა ინფორმაცია თქვენამდე მოსული, გაითვალისწინოთ ახლობლების რჩევები, რომ არ აღმოჩნდეთ აი ამ ინტრიგების მსხვერპლი. ძირითადი მესიჯი მარტის თვეში ტყუპებისთვის არის ის, რომ გამოიჩინოთ სიფრთხილე, ზოგადად სიფრთხილისკენ მოგიწოდებენ ორაკულიც და ტაროც. ვნახოთ ფინანსები. როგორი იქნება მარტის თვეში თქვენთვის, გადმომყოლია ერთი კარტი ზედმეტი და ვნახოთ, ალბათ 100-ია საჭირო. ფინანსური თვალსაზრისით, როგორ ჩანს, რაღაც აპათიამ შეგიპყროთ, არის სტაგნაცია თითქოს, აი ეს მოლოდინის მომენტები შეიძლება თქვენს მატერიალურ მხარეს უკავშირდება და აქ პირადი ცხოვრება არ არის ჩართული. პრობლემატურია როგორ ჩანს, ვისთვისაც რეზონირდა, რა თქმა უნდა, ეს თემა, მაგრამ აი მარტის თვეში როგორც ჩანს, უფრო ბოლოსკენ თავს დააღწევთ აი ამ აპათიურ განწყობას, შეიძლება იყავით კიდევაც მსხვერპლი რაღაც იმედგაცრუებების და ინტრიგების და ტყუილების და ბოლოს და ბოლოს მოიკრიფოთ ძალა, ენერგია და შეუდგეთ საქმეს და ამაში დაგეხმარებათ კონკრეტული პიროვნება, გამოიჩინეთ ეკონომიურობა, მარტის თვეში არ იქნება სასურველი რაიმე სერიოზული შენაძენების გაკეთება, გაუთვალისწინებელი ხარჯებიც შეიძლება მოგიწიოთ, მაგრამ ამ კუთხითაც ძალიან კარგად დაფიქრდით, რას ხარჯავთ, როგორ ხარჯავთ, გირჩევთ ეკონომიის გაწევას, რადგან მარტის თვე ცოტა პრობლემატური იქნება ფინანსების მხრივ. ვინც სამსახურს ეძებს, ჩემო კარგებო, შესაძლებელია მარტის თვეში გამოგიჩნდეთ კარგი სამსახური, მაგრამ თაუბროს ნუ დაგახვევთ ახალი სამსახური და წინასწარ თქვათ ვალად ნუ აიღებთ დიდ თანხას, ან ნუ გააკეთებთ ისეთ შენაძენებს, რამაც შეიძლება მერე თქვენს ხელფას და თქვენს ბიუჯეტს გადააჭარბოს. მარტის თვეში იყავით ფრთხილად. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ჩემო კარგებო, აი პირად ცხოვრებაში კარგი პროგნოზებია, ვინც მარტოა, ჩემო კარგებო, დიდი ალბათობით გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო ადამიანი, რომელიც იქნება ფინანსური თვალსაზრისით ძალიან შეძლებული, მატერიალური მდგომარეობა ექნება ძალიან კარგი, აქ ვიზუალზეც არის ლაპარაკი, წარმოსადეგი ადამიანი, კარგი შესახედი, ლამაზი, მოწესრიგებული, აი თითქოს აი ამ პრობლემების ფონზე პირადი ცხოვრებით ხდება კომპენსირება და მარტის თვე ამ კუთხით იქნება ძალიან კარგი თქვენთვის. ვინც წყვილში არის, თუნდაც ქორწინებაში, ამ ხრივაც მეუღლის მხრიდან გექნებათ ძალიან სერიოზული მხარდაჭერა,
მატერიალური კუთხითაც, აი რაღაცნაირად გადაჯაჭულია თქვენი პირადი ცხოვრება და მატერიალური მხარე და აი ეს ადამიანი, ვინც არის თქვენს ცხოვრებაში, ან ვინც იქნება თქვენს ცხოვრებაში, ძალიან სერიოზულ დახმარებას აღმოგიჩენთ და თქვენთვის წარმატების მომტანი იქნება. ეს იყო ტყუპები უკაცრავად გადავიდეთ მერწყულზე. მაშასე ჩემო კარგებო, ორაკულის პროგნოზი მერწყულებისთვის, მარტისთვის. ბეწვის ხიდიო, დაკიდული ხიდიო, ასე გვეუბნება ორაკული. აქ მნიშვნელოვანი იქნება მარტისთვის იმით, რომ კავშირებს დაამყარებთ, ჩემო კარგებო, ძალიან საჭირო კავშირებს. ან იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, იქნება გაერთიანება ზოგისთვის კონკრეტულ ადამიანთან, თანაცხოვრების დაწყება, საყვარელ ადამიანთან თქვათ ურთიერთობის აწყობა, თუ აი ურთიერთობის დასაწყისში ხართ და ასე შემდეგ. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი კავშირებზე ლაპარაკი და ხიდი როგორც მოგეხსენებათ, ჩემო კარგებო, აერთებს ორ ნაპირს და ამითი გამორჩეული იქნება თქვენთვის მარტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კავშირები და გავაგრძელოთ ტაროთი. სხვათა შორის რაღაცა დოზით წარსულთან კავშირები, აი წარსულიც შეიძლება წარსულთან დაკავშირება მოხდეს ზოგიერთი თქვენგანისთვის, გამოჩნდეს ხელახლა თქვენს ცხოვრებაში ადამიანი წარსულიდან, ღრმა წარსულიდან, ბავშვობიდან, მოსწავლეობის ასაკიდან, სტუდენტობიდან გააჩნია რა ასაკში იმყოფებით. თითქოს ეს ადამიანი რაღაც მომენტში შეიძლება გესიზმრებათ კიდევაც, რატომღაც ესეთი ინფორმაციაც მოდის ხშირად გესიზმრებათ. ან შეიძლება ჩემო კარგებო შეხვდეთ ისეთ ადამიანს, რომელსაც ჯერჯერობით არ იცნობთ, მაგრამ დიდი ხნის წინ სიზმარში გინახიათ, ან შეგრძნება გქონდათ იმის, რომ ეს ადამიანი ოდესღაც გამოჩნდებოდა თქვენს ცხოვრებაში. რაღაცნაირად აი თქვენს ქვეცნობიერს უკავშირდება ეს ადამიანი, რომელიც რეალურად თითქოს სულ არსებობდა თქვენს ცხოვრებაში. თუ კი ფიზიკურად კონტაქტი არ ქონათ, არ ვიცი ახლა ეს ვისთვის რეზონირდება, მაგრამ მოდის ესეთი ინფორმაცია, ენერგიები. შეიძლება ვიღაც თქვენგანი, რომელიღაც თქვენგანი შეხვდეს ადამიანს თავისი წინა ინკარნაციიდან, წინა ცხოვრებიდან და ამას მომენტალურად იგრძნობთ, როდესაც გაიცნობთ ადამიანს და სულ ცოტა ხნის საუბრის შემდეგ მიხვდებით, გექნებათ ისეთი შეგრძნება, რომ თითქოს მთელი ცხოვრება აიცნობთ ასეთ ადამიანს. ასევე აქ მინიშნებაც არის, რომ რომელიღაც თქვენგანი მიუხედავად იმისა, რომ არის მერწყული და გამოირჩევით განსაკუთრებული აზროვნებით, ძლიერი მენტალით, რაღაცნაირად თითქოს თავის ზოდიაქოს არ ამართლებს და არის ბავშვურად გულწრფელი, გულუბრყვილო და გაფრთხილება მოდის, რომ ნუ იქნებით ესეთი მიმდობი, რადგან შეიძლება არსებობდეს ისეთი ადამიანი თქვენ სივრცეში, რომელიც პირნათელი არ არის. იქნება ეს პირადი ცხოვრება თუ ზოგადად სხვა სფეროები ცხოვრების, ნუ მიენდობით ყველას და მაქსიმალურად იყავით თუნდაც კავშირები, ახალი კავშირები, როცა იქმნება, გადაამოწმეთ ინფორმაცია ამ ადამიანის შესახებ, მაქსიმალურად მოიძიეთ საერთო ნაცნობები, ან ვიღაც შორიდან იცნობს და ასე შემდეგ. შეიძლება ეს ადამიანი არც თუ ისე კარგი მისიით მოდიოდეს თქვენს ცხოვრებაში, მესამე ზედმეტის თვალსაზრისით მაგალითად, წყვილში, ან არიან ესეთი ინტრიგანი დაქალოჭკები, ეხლა ბჭყალებში ვიტყვი ესეთ ფრაზას, რომლებსაც მაგალითად არ უყვართ შეკავშირებული წრე მეგობრების და რაღაც ინტრიგებს თესავენ, ან სამსახურში ვიღაცა ახალი თანამშრომელი და რაღაცა ინტრიგები წამოიწყოს, ამაზე გაფრთხილებთ ტაროც და ორაკულიც მაინც ესეთი მარტის თვეს მორბენალის ტრიქონივით ხაზად გაზდევს გაფრთხილება კავშირებთან მიმართებაში, იყავით ფრთხილად. შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები შემოვიდნენ თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ ვიღაცამ არ შეხედოს ამას კარგი თვალით, არ იყოს თქვენი წარმატების და ბედნიერების გულწრფელი მსურველი და
გამოიჩინეთ სიფრთხილე. ვნახოთ ფინანსები ჩემოკარგებო მარტის თვეში, აი თვის ბოლოსკენ უფრო და შუა რიცხვებიდან მარტის, აი მოულოდნელად დაიწყებს აღმასვლას, ან ვინც ეძებს სამსახურს, ან დაწინაურებას, მოულოდნელი წარმატება გელოდებათ ამ თვალსაზრისით, იყო რაღაც ბარიერები, შეფერხებები, მაგრამ ეს ბარიერები კოშკით ინგრევა, ვიღაც თითქოს ხელს გიშლიდათ, აი ეს სამსახურზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, ვიღაც ინტრიგანები, რომელთანაც კავშირი გაქვთ და თქვენ კეთილის სურვილები გეგონათ და ამ დროს არ არიან, გაირკვეს ეს ყველაფერი მოულოდნელად და გელოდებათ წარმატება, მოულოდნელი წარმატება, აღმასვლა მატერიალური კუთხითაც და კარიერული ზრდის კუთხითაც და ვნახოთ პირად ცხოვრებაში. აქ ორი ვერსია გვაქვს ჩემოკარგებო. ვიღაცისთვის საეჭვო ურთიერთობებზე აქაც ლაპარაკი, ბედნიერ წყვილზე არ ვლაპარაკობთ ჩემოკარგებო და ნუსმენთ თუ ამ კუთხით ყველაფერი წესრიგში გაქვთ პირად ცხოვრებაში. მერწყულებო, ან მოულოდნელი დასასრული აღმოჩნდება მარტოობის, ვიღაც შემოიჭრება თქვენს ცხოვრებაში და ისევ რეზონირებს პირადზეც კავშირები. შემოიჭრება ადამიანი სრული ამ სიტყვის გაგებით შემოვარდება თქვენს ცხოვრებაში, გამოჩნდება ახალი პიროვნება და იქნება მარტოობის დასასრული, ვინც მარტოა და სამწუხაროდ ზოგიერთ წყვილში შეიძლება ძალიან სერიოზული პრობლემები წარმოიშვას მარტის თვეში, შეიძლება არსებობს ეს პრობლემები, რომელიც რეალურად ძალიან მოულოდნელი იქნება თქვენთვის და იქნება დასასრული რაღაც კონკრეტული ურთიერთობების, კონკრეტულად წერტილის დასმა. გისურვებთ ყველას წარმატებას და გადავიდეთ სასწორზე. და ვნახოთ ჰაერის სტიქიის მესამე წარმომადგენელი სასწორი. როგორ იქნება თქვენთვის მარტის თვე, ვნახოთ ორაკულზე პროგნოზი, ეს უკვე მესამედ ამოვიდა სავსე, უხვი, ბედნიერი ოჯახი, მაგრამ აქ არის მინიშნება კონკრეტიკაზე, ღიად ლაპარაკზე, ყველაფერზე, მოწყობაზე, სიტუაციის ორგანიზაციაზე, თუ კი გვინდა რომ გქონდეს ოჯახში ეს ყველაფერი, სიუხვე, ბედნიერება, სითბო, ამისთვის, რა თქმა უნდა, გარკვეული ქმედებებია საჭირო, ურთიერთპატივისცემა, კონკრეტიკა, ყველას თავისი ადგილი ქონდეს, ყველამ თავის მოვალეობა შეასრულოს და ასე შემდეგ. მარტის თვე იქნება გამორჩეულად მნიშვნელოვანი აი ოჯახური თვალსაზრისით და ოჯახში წესრიგით, სიუხვით და ვნახოთ რას მოგვიტანს დანარჩენ სიტუაციაში. აქაც ოჯახზეა მინიშნება. სამი უფროსი არკანით ჩემოკარგა, უფრო სწორად ორი უფროსი არკანით სამ კარტში. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ოჯახის თემები სასწორისთვის მარტის თვეში. აქ შესაძლებელია მაგალითად, ვისთვისაც პრიორიტეტია ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენა და ამის ვთქვათ თავის მობმა ამ კუთხით, რაღაცა ფინანსების მოზიდვა, იდეები, როგორ შეიძინოთ ის საჭირო, ვთქვათ, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ალბათ აუცილებელი ავტოსატრანსპორტო საშუალება. შესაძლებელია მარტის თვეში ძალიან შორს მიმავალი გეგმები დააწყოთ, რომელიც თქვენი ოჯახისთვის იქნება მომავალში წარმატების საწინდარი. შეიძლება ოჯახის წევრებიდან ან მთლიანად ოჯახის გადაადგილებაზეც იყოს ლაპარაკი, გადაბარგება ერთი ქალაქიდან მეორეში, სახლიდან სახლში ეს მინიმუმ, მაგრამ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და შეიძლება ემიგრაციაში წასვლა, ემიგრაციიდან დაბრუნება, ზოგჯერ შეიძლება ფიქრობთ კიდევაც რომ აი ამ ბრძოლაში თითქოს მარტო ხართ, მაგრამ ეს ასე არ არის ჩემოკარგებო, ოჯახი თქვენს გვერდით არის და მთავარია ისაუბროთ ღიად, თამამად, გულწრფელად თქვენი გეგმების მიზნების შესახებ და ოჯახი აუცილებლად დაგიდგებათ გვერდში. მოკლედ ზოგადად პროგნოზი მარტისთვის ძალიან კარგია სასწორებისთვის, იქნება სიმშვიდე, ინსაიტი, თუნდაც აღმოჩენების პერიოდი,
და ასე შემდეგ. ძალიან პოზიტიური მარტის თვე გელოდებათ. ფინანსებში რა ხდება, ჩემო კარგებო? აი, ერთმანეთზეა თითქოს გადაბმული, მთლიანი ის გამოდის, ანუ ცალ-ცალკეთებებად კი არა, აგრძელებს თემას და აი ამ კუთხითაც ხდება ტრანსფორმაცია, ძალიან სერიოზული ცვლილებები, ზამთარს გაზაფხული მოსდევს და მარტის თვეზე გვაქვს ლაპარაკი, თუნდაც იმ გაგებით, რომ სიკვდილი ზამთრის აღმნიშვნელია, დასრულდა ზამთარი, დასრულდა თქვათ რაღაცა სტაგნაცია თქვენს ცხოვრებაში, ზამთარში არის ყინული, ზამთარში ბუნება არის მყარი და იღვიძებს გაზაფხულზე და აი ესე იქნება თქვენი ფინანსური და კარიერული საქმეები, სიტუაცია. მიიღებთ რაღაცა საჭირო ინფორმაციებს, ძალიან მნიშვნელოვან, კარგი ინფორმაციებს, ამაშიც ოჯახის წევრები დაგეხმარებიან, შესაძლებელია ოჯახის წევრი თუ არა თქვენი მასწავლებელი, მოძღვარი, რომელიც გზას გაჩვენებთ და თუ თქვათ გჭირდებათ სამსახური იშოვით აუცილებლად მარტის თვეში ამ სამსახურს და დაგეხმარებათ ის ადამიანი თქვათ თქვენმა პედაგოგმა ისწავლეთ რაღაცა კონკრეტული სპეციალობა და თქვენივე პედაგოგი ან თქვენივე პროფესორი გიწევთ რეკომენდაციას და იწყებთ სამსახურს პროფესიის მიხედვით. ფინანსური კუთხითაც კარგი პერიოდი გელოდებათ, ზრდა, ახალი შემოსავლები და შემოსავლის ახალი წყაროების გამოჩენა მარტის თვეში და ვნახოთ პირადი ცხოვრება, ჩემო კარგებო. პირად ცხოვრებაში ცოტა პრობლემები შეიძლება გქონდეთ, აქ უფრო საქმიანი სფერო და აი ოჯახის სიტუაცია, თვითონ ოჯახის წევრები, მშობლები და ძმა, ნათესავები, ასე შემდეგ, ამ მხრივ კარგად არის ყველაფერი, მაგრამ რაც შეეხება თქვენ სასიყვარულო ურთიერთობებს და პირად ცხოვრებას, ცოტა შეიძლება პრობლემატური იყოს სასწორისთვის. უფრო ინფორმაცია კონკრეტულად მათთვის, ვინც ვერ უშვებს წარსულს, ვერ ივიწყებს ყოფილს და ან აქვს ძალიან ისეთი ტოქსიკური მძიმე ურთიერთობა პიროვნებასთან და ვერ იღებს გადაწყვეტილებას, აი მარტის თვეში შეიძლება მიიღოთ ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება თქვენთვის და ვნახოთ აქ მაინც მეტი კონკრეტიკა მჭირდება რა ხდება, იმიტომ რომ ხართ ემოციებით სავსე, სიყვარულით სავსე, მაგრამ ძალიან პრობლემატურია ეს ურთიერთობა რატომღაც და სერიოზული არჩევანის წინაშე გეხართ მძიმე გადაწყვეტილების. ჩემო კარგებო, აქ უფრო აი ყოფილზეა ლაპარაკი, ვისაც აინტერესებს წარსული და ყოფილი პარტნიორი, რომელთანაც ამ მომენტში აქვს ძალიან დაძაბული რთული ურთიერთობა, ან საერთოდ არ გაქვთ ურთიერთობა, დიდი ალბათობით ეს ადამიანი გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში, ექნება დაბრუნების მცდელობა, შეიძლება ამ ეტაპზე ხართ აი ამ ფიქრში და გჭირდებათ გადაწყვეტილების მიღება, დააბრუნოთ თუ არა ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში და ძალიან გეშინიათ, რა შედეგი მოყვება. ჩემო კარგებო, თქვენს ცხოვრებაში წესით და რიგით უნდა გამოჩნდეს სრულიად სხვა ადამიანი, ახალი ადამიანი, გაუშვით წარსული, რადგან სამყარო და ვარსკვლავები გპირდებიან მომავალ ბედნიერებას სხვა ადამიანთან, ახალ პიროვნებასთან, ადამიანს, რომელსაც ეყვარებით უპირობოდ, გულწრფელად, ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე და ვინც აი ამ დილემის წინაშე გეხართ, გააკეთეთ არჩევანი თქვენს სასარგებლოდ და აი იმ ტვირთს, რასაც აი ეს მძიმე ურთიერთობა ერქვა, ნუღა წამოიკიდებთ და დიდი ალბათობით მომავალ პარტნიორს და საყვარელ ადამიანს გაიცნობთ სამსახურში, რაღაცა კუთხით უკავშირდება თქვენ სამსახურს ამ პიროვნების გამოჩენა, ან იმ ადამიანის სამსახურს, სამუშაო თემა იქნება ნებისმიერ შემთხვევაში და მიაქციეთ ამას ყურადღება. პირად ცხოვრებაზე აი ეს იყო ინფორმაცია სასწორებისთვის და გაუშვით წარსული მთავარი მესიჯი ეს იყო, ვისაც ყველაფერი კარგად აქვს, ისედაც კარგად აქვს და ვინც ელოდება ახალ ადამიანს მის ცხოვრებაში, აუცილებლად გამოჩნდება ახალი ძალიან საინტერესო პიროვნება. სასწორებს და ჰაერის ნიშნებს ამით გემშვიდობებით და გადავიდეთ ცეცხლის ნიშნებზე.